სანამ კომუნისტური ცხოვრება არსებობდა, მანამდე მუშაობდი ქალაქ-ქუთაისის ჯანმრთელობის განყოფილებაში. და მაშინ მქონდა ის სტატისტიკური მონაცემები შობადობის თუ გარდაცვალების. ამის შემდეგ ჯანი ცხოვრება გამოხდა და რამდენი პროცენტით იმატებდა შობადობა ყოველდღიურად ამ მონაცემებს სამინისტროში ვაგზავნებდით. და მაშინ ჩვენ ვერ მივაღწიოთ, აი 5%-ს ვერ მივაღწიოთ შობადობის ზრდის. და თქვენ წარმოიდგინეთ ახლა დღეს, როდესაც აი ვიცი შემდეგ სხვადასხვა პერიპეტიები მოხდა სახელმწიფოში, უпросторо დანაშაული მოხდა, მაშინდელი ხელისუფლება გადმოვაგდეს 91-92 წლის ამ შეთქმულებით და მოიყვანეს პირდაპირ ჯალათი ედუარდ ჩევარდნაძე, რომელმაც დღეს რა სიტუაციაში უყოფებით მისი დამსახურებაა. მან ისე საერთაშორისო რაღაცებს მოაწერა ხელი, რომ ჩვენ აქედან ძალიან რთული არის გამოსვლა. მის პერიოდში მოხდა, რომ სამედიცინო სფერო გახდა ფაქტიურად პასიანი და მის პერიოდში მოხდა ის, რომ დღევანდელი ჩვენი განათლება, რომელიც არის დაქცეული, გადაიყვანეს იმ რელსებზე, რომელიც არის მაგალითად უგანდაში, აფრიკის ქვეყნებში, რა. აი იმ რელსებზე გადაგიყვანეს შენაში. და პირდაპირ გამოვიდა და თქვა, რა, ჩვენ უკეთეს მდგომარეობაში ვიქნებით, თუ აი ამას გავაკეთებთ და ასე ვიქნებით. შემდეგ ხდება ეგრეთ წოდებული ვარდების რევოლუცია ბჭყალებში, ესეც მოწყობილი იყო სპეციალურად, იმიტომ რომ შევარდნაძე არ უნდა დასჯილიყო, ისე უნდა წასულიყო და შემდეგ მობრძანდა მიხეილ სააკაშვილი. ჩვენ ვიცით, რომ ნახევარი საქართველო ან ციხეში იჯდა, ან აღრიცხვაზე იყო აყვანილი ამათი დანაშაულის მხრივ. და მაშინ მოხდა ასეთი რაღაცა, რომ გაჩნდა ქათმის გრიპი, გაჩნდა გორის გრიპი და მაშინ აპირებდნენ ზუსტად საყოველთაო ვაქცინაციას, მაგრამ არ მოხდა, იმიტომ რომ მაშინდელი ჯანმოს ხელმძღვანელობა პასუხისმგებლებაში მიეცა და ძალიან დიდი აჯანყება იყო ჯანმოში, თვითონ თანამშრომლები აუჯანყდნენ მაშინდელ ჯანმოს ხელმძღვანელობას და ის ცდები, რომლებიც მიმდინარეობდა ვაქცინების მეშვეობით, ფაქტიურად დაიგრძალა და ეს იქნა გადასვლელი შემდეგ ჩინეთში. და ჩინეთში, რომელიც შემდეგ განხორციელდა ეს ყველაფერი, გამოიყვანეს ეგ რაღაც ეს ბაქტერიული იარაღი და შემდეგ განავითარეს, ასე რომ ვთქვათ, თვითონ მთელ მსოფლიოში, რა. და აქ მოხდა ასეთი რაღაცა, რა, მე სამედიცინო სფეროს როდესაც ვაგვირდებოდი საქართველოში, ძალიან ბევრი ადამიანებს ჰქონდა, მაგალითად იმ პერიოდში, აი 17 წლამდე ყველას უწევდა, რომ სიმსივნე. ვისაც ჰქონდა საშუალება და წავიდა საზღვარგარეთ, აღმოჩნდა, რომ არავის არ ჰქონდა სიმსივნე. ძალიან ბევრი ადამიანი დაბრუნდა ჯანმრთელი და აკრძალებდა შემდეგ ფაქტიურად მოღვაწეობას თავიანთ სფეროებში. რატომ ხდებოდა ეს? მოდი, კითხვის ნიშანი დავსვათ აქ და დავფიქრდეთ პატარა ხას. ესაც ხო გენოციდი არის ხო შემთხვევით? და დიახ, ზუსტად ესაც გენოციდი იყო იმ პერიოდში. მაგრამ ახლა ჭირდებათ, რომ ეს რა ქვია, ეგრეთ წოდებული პანდემია გამოიყვანა კვლელად. და რა ხდება? მართლმგლელი არის ესე? არა და ჩვენ გვაინებია, რომ დისტანცია უნდა დავიცვათ, აუცილებლად პირდაპირ უნდა გაგეთოთ, ხელები ყოველთვის უნდა დავიბანოთ და ასე და ასე. მე მახსენდება ასეთი რაღაც მინდა სახარებიდან შეგახსენოთ, როდესაც მაწყვარი თავის მოსწავლეებთან ერთად ხორბლის ხანაში გადიოდნენ, მოსწავლეს მოშივდათ, მათმა დააფშვნეს
ეს ხორბალი და მიიღეს ისე და მაშინ პარისელია უთხრეს რომ რატო შენი მოსავლებიო მანათა სწავლება ხუცესა სწავლებაზე არ აღსრულებენო რადგან ისინი დაუბრუნებელი ხელი ჩანდენო საკვებსო და მაშინ აცხარი ეუბნება მათ არათუ პირველი შემოალი წარსმის ადამიანზე არამედ პირიდად განავალი წარსმის ადამიანზე და დღეს ჩვენ ვიხურებთ რომ აი ასეთი რაღაც გამოდის რომ ეს გულალია ეკლესიაში არ უნდა წახვიდეთ იქ ბევრი ხალხია აქედან გამოვა კუბაზე გამოვა და სხვადასხვა და მართლა კუბაზე მათი ოჯახებიდან გამოვა ვინც ასე დაემუქრა ქართულ ხალხს და ვინც დაემუქრა ფაქტიურად ღვთისმშობლის სიხვედრი ქვეყნის შვილებს და მათ ეს ღაბარი გონიოდა ზუსტად როდესაც ღვთისმშობლის წინაშე წარდგებია მოსმირებლებები სანამ აცხლებთან წარდგებია მანამდე ღვთისმშობელთან მოუწევთ ამით პასუხის გაცემა აი მაშინ მიხვდებიან თუ ეს ღაბარი იყო და მაშინ დაინახავენ თითოეული მათგანი თუ ეს შემთხვევით იყო საქართველოს ამორჩეული ღვთისმშობლისაგან და მე მინდა გითხრათ ასეთი რაღაცა რა გუშინ ახლა ამის ეს ლოცვა წირვა მქონდა და უცებ სასწრაფო შემოვიდა ჩვენ სამეზობლოში სადაც ჩვენ ეს არის რა ქვია ეკლესია და მეზობლა ცხოვრობს ისმის გაყოფილების თანამშრომელი რა რომელიც იყო თავის დროზე აფხაზეთის ომის მონაწილე და მან ეს კონტუზია მიიღო და მასი არავითარი აცრა და არავითარი რაღაც ზედმეტი რაღაცები ჩატარება არ შეიძლებოდა და მას აიძულეს სამსახურში რადგან ის ძალიან სტრუქტურაში მუშაობს და ძალიან ბევრი ძალიანები აცილები არიან იმის გამოსაძ რომ ისინი გამოკიდებულები არიან ბანკებზე და ამ ბანკების ვარს ვერ გადაიხდიან როდესაც ისინი როდესაც მათ სამსახურიდან გამოყრიან და ისინი იძულებული იყვნენ გადაედგათ ოსმალეთში და ის გადაიყვანეს სასწრაფოთი რადგან მას უკვე კანკალი დააწყებია ვერავითარმა წამალდა ვერ იმოქმედა მასზე და როდესაც კატა გადაუღეს სახან გადავამოწმე კიდევ რა სიტუაცია იყო აღმოჩნდა თავში გემოტომა აქვს ამის ის გაჟონა დაემართა მას და ერთ ადგილზე და ეთქობა თუ ის აწუხა და ის უკვე უშლის შემდეგ ფუნქციონირებას საქმე ხელს ჯერ როგორ შეიძლება სხვადასხვა დაავადების მქონე ადამიანების აცრა თუ მართლა ეს აცრა არის ჯერ იქაც არ შეიძლება იმას ყველას აცრა ვითომაც ორს როგორ უნდა მოუწოდო რომ აიცერიო და ეს ჟალათები ეს ფაშისტები განხრელიძე იმნაძე გულუმბეგოვი ჩხაიძე ცერცაძე რესპუბლიკის თავარიმას არ მახსოვს მისი გვარი და აგრეთვე ბოჭორიშვილის კლინიკის უფროს ესენი ყველა მართლა პასუხისმგებაში არიან მისაცები იმიტომ რომ მათ ჩვენ ზევს გენოციდი გაუკეთა ეს არის სუფთა გენოციდი ერის წინააღმდეგ ახალგაზრდა ბიჭები რომლებიც დაოჯახებას აპირებენ მათ უკვე აღარ ექნება საშუალება გამრავლების გოგონები რომლებიც დედობას აპირებდნენ ფაქტიურად წაართვეს მათ დედება და ისინი ფაქტიურად ვეღარ შეძლებენ გამრავლებას ქვეყნის და მე გეტყვით თქვენ გაერომ გამოცა ასეთი ბრძანება რომ 2050 წელს საქართველოს მომოხდა ერისიაში არის შეტანილი და მაშინ ეს ასე იქნება თქვენ წარმოიდგინეთ ახლა რას ნიშნავს ეს ესე იგი ეს პირდაპირ მიმდინარეობს გენოციდი საქართველოში რატომ მიმდინარეობს იმიტომ რომ ტერიტორია ჭირდება გავიხსენოთ ჩვენ რაისა გარბაჩოვას სიტყვები კარგია საქართველოს ქართველების გარშემო ზუსტად აი ეს მიმდინარეობს საქართველოში და ქართველებს ამ დროს იმის ნადირად რომ ვიხუცებდნენ ერთმანეთის გვერდში იდგნენ ერთმანეთს ჭამენ ერთმანეთს ხრავენ და რა ვიცი რა მინდა რო გითხრათ მე დავიწყე და შენთან ცოტა სხვა თემას გადაიხვიე მაგრამ ეს აუცილებლად მინდა აღნიშნო იმ წლებში როდესაც უკვე მასიური დაბადებები მიმდინარეობდა საქართველოს ტერიტორიაზე
და ციხეები გადაჭედილი იყო 5 კაციან კამერაში 50-70 კაცი იყვნენ ეთავად ავდიოდნენ იქ და ვიცი განსაკუთრებით მე მეექვსე სამხედროს ვემსახურებოდი და რატომ იმდინარეობდა ეს? იმიტომ ვაქცინა უნდა გაკეთებულიყო ამ ხალხზე მაგრამ მოხდა ასე რა რადგან ჯანმე დაირღვა მაშინ და ფაქტიურად პასუხობაში მიეცა ზოგიერთები აღარ გახორციელდა ეს მაგრამ ამ ხალხს ნაციონალური მოძრაობა სტატუსი არ ჩამოართვეს ანუ ისინი დღეს ამ აცრას აგზელებენ თუ ეს ასე არ არის შეხედოთ ტელევიზიებს ქალარი ტერმინა რესალიერი თვით ეგრეცადებული ხალხთან ტელევიზია რომლებიც არაფერს არ აშუქებს ესენი აგზელებენ ფაქტიურად ხალხის აცრას უშუალოდ როდესაც ისინი იშორენ მარტო თარებისკენ ხელს ეს არ არის სწორი ესენი ორივე ერთად მოძრაობს მაგრამ ყველაზე დიდი ძალა მაინც არის ნაციონალური მოძრაობა იმის გულისათვის რომ აი ამაში ძალიან ფიცვის იღებს მისი ტელევიზიები და ისინი კვლავ აგრძელებენ ამ ხალხის აცრას ამიტომ ამაზე უნდა დაფიქრდეს ხალხი დღეს ახლა საუბრობენ არჩევნებზე რა დროს არჩევნებია ხალხი ხდებით ფიზიკურად დადგურდებით და თქვენ არჩევნებზე ფიქრობთ ვინ უნდა ერჩიოთ ერთი მაინტერესებს ვინ უნდა ერჩიოთ რა სად არის არჩევანი აღარ დაგიტოვოს არჩევანი სკიტოებს სიცოცხლეს და სიკვდილს შორის და თქვენ რას ირჩევთ სიკვდილი აირჩია ძალიან ბევრი ადამიანმა ეს როგორ შეიძლება ასე განვაზრებლად მიხვიდე რაღაცას გიგეთებენ გიშხაბულებენ იმაში არ გაარკვია მისი შემოწმება არ გაარკვია ის რადგან რაზედაც ხელს გაწერიებენ და ასე გასავი ყველაფერზე დათანხმდა და მოაწერა ხელი და არა ის ჩვენია რომ თურმე შეყოფილიყო პასუხისმგებელი თუ რამე დაგემართა იმის რადგან ამაზე თანხები არის გამოყოფილი რომ ეს თანხები იმ ხელს მიეცეს ვინც აიცრა თვითონ ჯიბეში იჭიბავენ და მიდიან აი ასეთ გზაზე ამიტომ ამაზე ხოლმე დააფიქრეთ ხალხო ხოლმე მივაქციოთ აი სპეციალისტებმა ისაუბრეს რომ ნებისმიერი ექსპერიმენტი როდესაც ტარდება იქ სპეციალურად არის გამოყოფილი თანხები როდესაც ამ ადამიანს რაიმე დაემართება მას უნდა გადაუხადოს სახელმწიფომ ის შესაბამისი თანხები ამას არავინ არ აკეთებს ამ თანხებს სხვა გზა მოუნახეს და უბრალოდ წლა დაარღვევიეს და თავიანთ ჯიბეში ჩაასვენეს და აი ამ საქმეს აკეთებენ აი ასეთ სიტუაციაში ვიყავით შემოგეთული ხალხო და ჩვენ როდესაც ერთიანობა გჭირდება როდესაც ჩვენ გჭირდება თანადგომა ერთმანეთის მიმართ ამ დროს გათიშულება ხდება ვერში ეს არის ძალიან დიდი დანაშაული უნდა როდესაც ვეკითხები ადამიანებს ეს ყველაფერი მერე და დაბიანებული ხდება მათი ნიშნში იმიტომ რომ აი ახლა გჭირდება გამოფხიზნება და ახლა გჭირდება ყველა ერთმანეთის გერში დავიდგოთ და არიდა ესე გადამივიდეს იქნეს მე ვარ ერთადერთი არა ძალიან ბევრი ადამიანია რომელსაც ძალიან გულითქია ამაზე მაგრამ ნერანდო სულიტო გაიგებენ აქციის ღელენზე დღეს ადამიანებს იმიტომ იმ გადატრიალებამ იმ საზღვარგარმა მოძრაობებმა როდესაც ხალხი ქუჩაში ხვდებოდნენ და შემდეგ კიდევ 9 წლიანი მდგომარეობა ძალიან ცუდი შედეგი გამოიღო ხალხის მობილურებაზე და სახეზე უყურებთ ამას ჩვენ ყველაფერს რომ ხალხი არის ახლა ჩილო 40 წლად ან ზურაბისტება და შევარდნისებად იყო ორა მიშისტებად იყო და არა მიშისტებად ახლა კიდევ ვაქცინირება და არა ვაქცინირება დაფოს ხალხი და ეს რას ემსახურება ეს ემსახურება ერის განადგურება სხვა მათი არაფერი დაღამის და იპატონეს და პროცესი მიმდინარეობს ყოველთვის მიმდინარეობს საქართველოში მაგრამ ახლა ძალიან განსაკუთრებულად მიმდინარეობს მე ვთქვი ერთ-ერთ მიტინგზე რომ მე ვერ უწოდებ მათ ექიმებს ისინი ექიმები არ არიან ვინც გამოდის და აცხადებს ასეთ რაღაცას რომ ვაქცინირებული ვინც არის მათ სამით უნდა მიეცეს
და ამ სამხედროს მეშვეობით ყველგან უნდა შეეძლოს მათ მინდასვა ხოლო ვინც ვაქცინირებული არ არის მათ არ შეიძლება რომ დაუშვათ საქმე. ეს ექიმის სიტყვები არ არის, ეს ფაშისტის სიტყვებია. ამიტომ ამ ხალხს რომ ექიმებს ვერასდროს ვერ დავართვევ და არასდროს არ უწოდებ. იმიტომ გამხრელიძე, იმნაძე, ძერცვაძე, აგერ თურქუნა ბიჭი რომ ბრძანდება ესეც. მართალია ის უფრო სხვანაირი კუთხით უდგება ამას ყველაფერს, მაგრამ როდესაც ამას ყველაფერს არ აღიარებ, შენ ძალიან დიდი დამნაშავე ხარ, მაშინ უნდა ექიმი ყოველთვის ჰუმანიური იყო. როდესაც ომი მიმდინარეობდა, ომი იყო, იქ არ იყო გარჩევა, ის ფაშისტი იყო, ის რუსი იყო, ის ბულგარელი იყო, ის თურქი იყო, თუ ვინც იყო. ექიმი ყველას გერმანობდა. როდესაც მასთან მიდიოდა უმრავლოდ ექიმს ამრამეთქვა რომ რატომ აგეთებ ამას, ეს ჩემი პროფესია და მე ვიტო. და დღეს რა გამადის? აი ეს ეგრეთ წოდებული მაშინდელი კომპანიები ჩემ პერიოდში კომპანიებიდან გააძულა გარკვეულზე და ვიღო ის თანამდებობა, რომელიც მერე წლების განმავლობაში იყო სხვადასხვა თანამდებობებზე და ისინთან დააგროვა ეს ყველაფერი. მერე პარტიულ სამუშაოზე იყო და აი ასეთი რაღაცა. და მინაძეს ვიტა უნდა ქონოდა მოხელა გამდედავდა რომ ამას ყველაფერს ის წინამძღოლიყო, მაგრამ მათ აქტიურად ფულზე გაგიდა ყველა და ყველაფერი. გაგიდა გამომდინარე ფულზე ვის ყველაფერს ყიდის, მასთან უკვე გადავაკე შეუძლებელი არის რა. ამიტომ კარგად დაფიქრდეთ შემოგეთილო ხალხო, ჩვენ უნდა ნაკუწდებით, არამედ უნდა გავართიანდეთ, ერთმანეთს უნდა მოეფეროთ, ერთმანეთის სიყვარული უნდა გადავარჩენოთ და ერთ ასეთ საკითხს მინდა შევეხო. რატო აგვიგრძელეს ჩვენ აი ასე ერთმანეთთან მიახლება, თუ ეს ვირუსი არის. ვირუსი აქვს ასეთი თვისება, საერთოდ ნობელია სპეციალისტები ისაუბრებენ კიდევ ამაზე, რომ პირიქით ერთად ადამიანებმა უნდა მოიხატოს, რომ შემდეგ მოხდეს ფაქტიურად შეგუება ამ ვირუსთან და მერე გაგრძელდეს ცხოვრება ეროვნულ რიტმში. თუ ეს არ გაგეცდა, ეს ვირუსი დროთა განმავლობაში გაგრძელდება თავიდან ბოლომდე. ამიტომ ამას არ აქვს. აი რას მიგედებოდა, განდათ უნდა დაფიქრდეთ შემოგეთილო ხალხო. ანუ ჯოგური იმუნიტეტი უნდა გამომუშავოთ, სანამ ეს არ გამომუშავდება და ეს არ გაგეცდება, მანამდე ვიქნებით სულ ასე ხარ შეზღუდვაში, ხარ ფერმატები, ხარ ვირბადები და ჩვენ გამიცხლება ერთი რაღაცა, რომ აზიაში იყო ასეთი რაღაცა განვითარებული, რომ დედაკაცები ჩადრებით დადიოდნენ. დღეს არა მარტო დედაკაცები დადიან ჩადრებით, არამედ მამაკაცების დააწყებიეს ჩადრებით სიარული. ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს მონებას, სხვა მეტი არაფერი. იმიტომ ადამიანი არის ისაგან თავისუფლად ჩაფრენი, თავისუფლება გააჩნია მას და ზუსტად ამ თავისუფლებაზე არის ნებისმიერი დეკლარაცია, ნებისმიერი საკითხი გაშუქებული. ეს კონსტიტუცია თუ რაც არის, ზუსტად აი ამაზე არის დაწყებული. ამიტომ კარგად უნდა ვიცოდეთ, ჩვენს თავისუფლებას ბედავებიან ხალხო და ჩვენს თავისუფლებაზე თუ არ იბრძოლებთ, მაგას ვერავინ ვერ მოგიპოვოს. შენ უნდა მოიპოვოს შენი საკუთარი თავისუფლება. რომ დაუნთო